17 მაისს 2012 წლის დილის 10 საათზე მომდის SMS შეტყობინება, რომ კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ გრემში იმართება აუქციონი, რომელ აუქციონზეც გამოდის ქონება, აი ეს ქონება, რომელიც ჩემს თავზე არის ეკრანზე გადის, რომელი ქონებაც გამოდის აუქციონზე, მისი საწყისი თანხა არის 100,000 ლარი და ბიჯის თანხა არის 30,000 ლარი. SMS-ი მოდის ბექა ბასილაიადან, რომელიც უკვე ექსპერტიზით არის დადასტურებული. ყველაზე კარგი უფლებადამცველი რო არის ახლა. თავისი ჭკვით. და მეუნება, რომ ამას მოყვა ტელესატელეფონო ზარი და მეუნება, რომ 1 საათში არის აუქციონი და წადი ახლა და ამ აუქციონში მიიღე მონაწილეობა. მე ვუთხარ, მე სად უნდა წავიდე, არც 100,000 ლარი მაქვს, არც 30,000 ლარი მაქვს, რა გინდათ, გაგიჟება გინდათ მეთქი ჩემი და ავდივარ პროკურატურაში. პროკურატურაში ავდივარ და მეუნება, რომ საქართველოს ბანკთან უკვე შეთანხმებულია, თვითონ ესაუბრა საქართველოს ბანკს და სესხი უკვე დამტკიცებულია ამ ყველაფრისთვის, რომ რაც გადასახდელი იქნება, საქართველოს ბანკმა უნდა სესხის სახით, დამატებითი სესხის სახით უნდა გასცეს. მან ჩემთან ერთადვე აიღო კიდე ტელეფონი, რომ უფრო მეტად დავერწმუნებინე და ესაუბრა ქეთევან გაბუნიას, საქართველოს ბანკის თანამშრომელს და უთხრა, რომ წინაზე რაც გესაუბრე, რომ ეს თანხა უნდა შოშიაშვილის ანგარიშზე დაჯდეს და შემდგომ უკვე უნდა გადაირიცხოს ყვარლის მუნიციპალიტეტის ანგარიშზე, ხომ იცით? უკვე იმდენად ცოტა დრო იყო აუქციონამდე დარჩენილი, რომ მე ფიზიკურად რომც წავსულიყავი, ვეღარც მოვასწრებდი აუქციონზე ჩასვლას და თვითონ მითხრა, რომ შენი ჩასვლა იქ საჭირო აღარ არის. თვითონ მიიღო თქვენს მაგივრად აუქციონში მონაწილეობა? არავის არ მიუღია აუქციონში მონაწილეობა აბსოლუტურად. აუქციონი ჩატარდა ისე, რომ აუქციონზე არ ყოფილა არც კონკურენტი ადამიანი და მონაწილე იყო ერთი. მონაწილე ვიყავი მხოლოდ, უნდა ყოფილიყავი წესით მხოლოდ მე და საბუთებით ვიყავი მხოლოდ მე და იქ რო ჩავედი მისი წარმოსახვით. იქ სად? ყვარელში. დიახ. ვითომ აუქციონზე რო ჩავედი, ამ ქონებაზე ვთქვი მე, რომ ეს მეთქი 100,000 ლარი მოდი ძალიან იაფია მეთქი რა და ავწიოთ და 700,000 ლარზე ავიდეთ მეთქი ამ თანხის გადახდაზე მეთქი და ოქში ასახული არის, რომ ეს შენობა გაიყიდა 700,000 ლარი. თქვენ ვეთქვით 700,000. მე არ მithქვია, მე არ ყოფილვარ აუქციონზე. თითქოს თქვით. თითქოს. ხო, იმიტომ რომ ვერ გავიგეთ. მისი წარმოსახით, მათი წარმოსახით. თქვენ ოქმში წერია ის, რომ თითქოს თქვით, რომ ეს სასახლე არ ღირს 100,000 და მოდი 700,000 ვიყიდე. ლარამდე გავზრდი და ვიყიდი ამ შენობას მეთქი. მაშინ არ იყო ელექტრონული აუქციონები, ადგილზე ჩასვლა იყო საჭირო? ადგილზე ჩასვლა იყო საჭირო. მე ცხოვრებაში აუქციონში ქალბატონო კომისიის თავმჯდომარე მონაწილეობა არ მქონდა მიღებული და აი ზოგადად რაღაც სახელმწიფოსთან ურთიერთობაში, რასაც აუქციონი შეეხებოდა, რასაც ტენდერი შეეხებოდა, ნაკლებად დაინტერესებული ვიყავი და არასდროს არ მიმიღია მონაწილეობა. შესაბამისად, სიტყვა აუქციონიც და აუქციონში მონაწილეობის სქემაც არც მაშინ მცოდნია და არც მას შემდეგ უცნობი იყო თქვენთვის. მაგრამ ეს ოქმი შედგენილია თითქოს და ყვარელში? თითქოს და ყვარელშია შედგენილი და ამ ოქმის საერთოდ იმ ქალაქში არ ჩაგიყვანეს? არა, არ ჩავსულ ვარ იმ ქალაქში, იმიტომ რომ ესეც გამოძიებით პროკურატურას დადასტურებული აქვს, რომ ჩემი სატელეფონო ანძაზე გადაადგილება ყვარელში ფიქსირდება მეორე დღის 10 საათზე. აუქციონის ჩატარების მეორე დღის 10 საათზე. და მე ვარ თბილისში ოჯახთან ერთად, მეორე დღეს მივდივარ ყვარელში, იქ არის საკონტაქტო პიროვნება ყვარლის მუნიციპალიტეტში, ვინმე ლიანა პეტრუზაშვილი, ნახულობ ამ ლიანა პეტრუზაშვილს და მეუნება, რომ შენო აუქციონში უკვე გამარჯვებული ხარ და მე ვუთხარი, აბა რა ვიყიდე მეთქი, ერთი გასაღები მაინც მომეცით, წავიდე ვნახო მეთქი. იმ ოთახში იჯდა რამოდენიმე ადამიანი და ყველა ადამიანმა დაიწყო სიცილი, რომ მაგ შენობასო გასაღები არ სჭირდებაო. გრემში ჩახვალ, იკითხე და ნახაო. მივედი და დამხვდა ეს. ნანგრევი. მაშინაც ესეთ მდგომარეობაში იყო? კი, ესეთი მდგომარეობა, ამას არაფერი ცვლილება არ აქვს, რაც იყო ის არის.